აიმნებზე სიარული მაგარია. ძალიან გასართობია, სულ ხალისობ და ერთობი. მაგრამ ხანდახან შეიძლება მეგობარს დაურეკო და გარეთ მინდა გასვლა და გამყვები გავიდეთ ერთად. დღეს ვერა, ნუ პაგადის ვუყურებ. Bro. კაი, ხვალ გეცლება? ხვალ არ ვიცი. იქნებ მომავალ წელს მაინც გავიდეთ. კაი, გადავიღო უკვე. არავინ არ გამოდის ჩემთან ერთად და მე ვხვდები. მე ვხვდები, რომ მე თვითონაც საკმარისი ვარ, რომ წავიდე პაიმაზე. დიახ. დიახ. ჩვენ მარტო წავალთ. დიახ. ბობ დილანის ფომზე მივდივარ. ძალიან მიხარი, ძალიან მიხარი. ეს ვარ. You see the one, baby. If you don't know about now. დოშა. სიმია მიწყდა. ბენიარ ვარ იმის გამო, რომ ჩემს საყვარელი მომღერლის ფილმს უნდა ვყურო, რომელსაც ასრულებს ჩემი საყვარელი მსახიობი. ანუ ორი დამთხოვა ერთად რო არის ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, მარტო მივდივარ, იმიტომ რომ ეს ხო ჩემი პაიმანია. ვაიმე, ეს გიტარა შემიწირო. ბობ დილანის ვაიბი ხო იგრძნობა არა, აღიარეთ რა. და ჯინსის შარვალი. Yes, girl. How does it feel to be without a home? Like a complete unknown. როგორ ჩაიარა პირველმა პაიმანმა? კარგად, მაგრამ ყველგან წყვილი იყო და მე მივხვდი, რომ სამყარო ცოტა რაღაცას მეხუმრება. მეგონა რომ მარტო მე ვიყავი რაღაცა განცალკევებული. მაგრამ ამან ამარჩა მაშინა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ავთქვით, ჩვენი თავი საკმარისია, რომ პაიმანს წავიდეთ. დაჟე კომენტარებს ვაკეთებდი ხოლმე და მე ვხვდებოდი, რომ უი, გვერდით არავინ არ მიზის, ვის ვეუბნები ამ კომენტარს. ცოტა შიზოფრენიკი მე. საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო იყო აიმანზე მარტო ყოფნა. კიდე წავალ, უეჭველი. მართლა წავალ. You think I was kidding you? უი. ვიდეოს ვიღებდი არც კი მახსოვდა, მე ხა ჩოლკები შევეჭერი. ეხა მგონია რომ როგორი პერსონაჟი ვარ, იცით, არავინ რო არ აინტერესებს, რომ მეცადინაობს. თავისთვის არ თავის სამყაროში. ვერავის ვერ ამჩნევს. იმიტომ რომ she's a main character, you know. ზოგადად არასდროს არ გიგმოვთ მის შეჭრას რა, ეგრევე ავდგები და თუ მინდა შევჭრ, თუ მინდა არა. ხო და მეთქი რა ვარ, მგონი ჩოლკები მომეხება თქო. And I was right. ბიბლიოთეკაში მივიდივართ, პაიმანზე. ახლა მინდა რომ უცებ, ახლა რაც მომიფიქრდება და რასაც გწნობ დავწერო მაგაზე რამე რა. ამიტომ არ არსებობს უბრალოდ. And I'm sorry, baby, I'm sorry I have to go abroad, 'cause I can't keep up with this stuff and I can't handle it anymore. I'm sorry I have to go, I'm sorry I have to go. I have to go, I have to go, I have to go, I have to go. ახლა უნდა წავიდე ბოტანიკურ ბაღში. ბუნება ხალხო, ბუნება. და მე მარტო მე და ბუნება. ეს არის ჩემი ფავორიტი ადგილი მთელ ბოტანიკურ ბაღში. არის გვერდი ხეები და შენ მათ შუაში ხარ და დადიხარ და რაღაცნაირად ხარ ძალიან არც დასულად კომფორტულად ბედნიერად. ვაუ. ულამაზესია.
უსიტყვოთ თუ კომენტაროთ. თქვენთან შეაფასეთ. გონი ჩემთან მოდის? ჩემთან მოდის. აიმაზე მარტო ხო არ დაგტოვებენ ეს ზაღრი შემოგვიწყდა. გაჩვენ. აქ შეიძლება ასვლა. წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ჩანჩქერი ძანახოსა. თუ გამომხედავს თუ გავახსენდები. ბიჭო. რადგანაც მარტო ვარ თან ბუნებაში, მინდა რომ ჩემი ოცნება თქვა რა არის. იმიტომ რომ ასე მგონია რომ ყოველთვის ესმის სამყაროს რა სრულიც გაქვს და მე გიხდენს. თუ გჯერა მაგის რა თქმა უნდა. მაგრამ მე მიჯერა. ჩემი ოცნება არის რომ მარტო ვიმაგზავრო. ოღონდ საზღვარგარეთ. საქართველოში იმდენად არ მეშინია, იმიტომ რომ კიდე აქ ქართველები არიან და რაღაც შინაურულად ხარ და მაგიტომ მინდა საზღვარგარეთ მარტო მოგზაურობა. იმიტომ რომ ვიცი შემეშინდება და სარისკო იქნება და შეიძლება დავიკარგო. ანუ არ დავიკარგებ, მაგრამ თან არის ალბათობა. მაგრამ ვიცი რომ თავს არ დავიკარგო. შეიძლება დავიბნე შემეშინდეს და მაგიტომ მინდა. ამიტომ გთხოვ სამყარო. საზღვარგარეთ მარტო გამიშვი სამოგზაუროდ. ნახეთ რა სიმაღლეზე ვარ. იეი. წეგან ვიდეოს რო ვიღებდი ჩანჩქერთან. მაგ დროს ვიდა კი დაახლოებით აი ამ ხიდან. აი ეგერ ვიდა კი ზუსტად ეგერ ვიდა კი და ნახეთ სადა მოვედი. ვაუ. ის თერი გზა მე გამოვიარე. ვაუ. ახლა უნდა გამოვეწყო და წავიდე coffee dates. ძალიან მიხარია. ყავა არ მიყვარს, ყავას არ ვსვამ, მაგრამ მაინც coffee dates მივიდე. კაპუჩინოს დავლევ კაი ხო, ჯანდაბას. მაგრამ მაინც არ მაგარითება. Sunshine, lollipops, rainbows. წავიდე. როგორი იყო coffee date? ყავის პაიმანი. მაგრამ ჩემთვის ჩაის პაიმანი გახდა, იმიტომ რომ მე ჩაი ავიღე. როდესაც ჩაი დგას ვარიანტებს შორის და ყავა, რა თქმა უნდა, ჩაის ავირჩევ. იმ დროს მივედი მაგ კაფეში, როდესაც ბავშვები გამოდიოდნენ სკოლიდან და ძირითადად სულ ბავშვები იყვნენ და მშობლები და просто მე ვიჯექი და მოკლედ it was not good guys. არ მომეწონა 3 ქულა 10-დან, იმიტომ რომ ვიყავი არაკომფორტულად. ძალიან ის არის ყარასაც ველოდი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ალბათ ღირდა მისვლად, იმიტომ რომ კომფორტის ზონიდან გამოვედი. 4 პაიმანზე ვიყავი რა, საკუთარ თავთან ერთად და რა გამოვიტანე დასკვნა. ჯერს ერთი ის რომ მართლა არავინ არ გჭირდება რომ სადღაც წახვიდე. მე როცა ვამბობ რომ საკმარისი ვართ ჩვენ თავისთვის, რომ მარტო გავატაროთ დრო და წავიდეთ იქ სადაც გვინდა, არ გულისხმობ რომ აი ეხა მე რომ მეგობარი შემხვდეს, თვალებს აუჭრელებ და მეთქი გაიწია იქით და მარტო დავტოვებ. ანუ არა, მაგრამ ის უნდა გავიაზროთ რომ როგორი ძვირფასიც არის მეგობართან გატარებული დრო, ეგეთი ძვირფასია შენ თავთან რო დროს ატარებ. თუნდაც სიგურებზე რო წახვიდე, თუნდაც კინოში რო წახვიდე, მეგობარი არ მოყვება, არ ავშოს. მარტო წახვა. და მაგაში არ არის პრობლემა. თუ რაღაცის გაკეთება მინდა, უნდა გავაკეთო. იმის მიუხედავად რომ სხვა არ მომყვებოდეს და სხვა გვერდით არ მედგეს. გარეთ მინდა გასვლა და გამომყვები? ვერა. კაი, მაშინ მარტო წავალ. აი, წავდი მარტო, მე მაინც ვირთაგვაზე ექსპერიმენტებს ვაკეთებდი და არ მოგძრო რომ ასე ვიყო დიალოგ გარეთ. Bro. კაი, გადავიღე. ხვალ, დღეს. აი, მე მანიტა დეი. აი, კაი, გოგო.